მე დავჭი და 9-ში 9 აგვისტოს სოფელავნებში დავაყენე სასკოლო ავტობუსი და ვინც სურველი იყო მოხუცები გამოვიყვანეთ სასკოლო ავტობუსით ქარელში ჩამოვიყვანეთ. დანარჩენი დაახლოებით ორივე სოფელში 50-მდე მოხუცი დარჩა, ნუში და ავნებში არ გამოყვნენ. რატომღაც ეგონათ რომ დაინდობდნენ. მაგრამ უკვე ჩვენი გამოსვლის მერე რომ გამოვედით, იმათ შემოსვლა დაიწყეს 11 რიცხვში. 11-მდე ვერ შემოვიდნენ. 11, 12 მასიურად 11-იც ის უკვე დაიწყეს ძარცვა და პირუტყვის წართმევა რაღაცა და ბევრი მაშინ დაიყოთ. გამოყვანის დროს არც ერთი ადამიანი არ დამეღუპა. გამოსვლის დროს არც ერთი. არც დაჭრილები ბევრი იყვნენ, დაბომბვის დროს იყვნენ სოფელში. მშვიდობიანი მოსახლეობა დაჭრილები, მაგრამ არც ერთი დაღუპული არ ამყავდა. არც დაბომბვის დროს, არც ევაკუაციის დროს, გამოყვანის დროს. დარჩენილები ვინ დარჩენ, მე უკვე დახოცეს 12-ში და შემდგომ რიცხვებში. არ დაინდეს. ზოგი სახლში ჩაწვეს, ზოგი კიდე იმის გულისთვის რომ წაერთმიეთ რაღაცა ძროხის გულისთვის მოკლეს. შურა ჯავახიშვილი ძროხის გულისთვის დახვრიტეს. დამარხეს თავის ეზოში. შემდეგ მიდიოდა მეორე მარადიორობა დაიწყო, შედიოდნენ სხვა ჯგუფები, ეგონათ რომ აქ რაღაცა არის, ესეთი განძი დამარხეს, ჭურჭელი რაღაცა ამოთხიდნენ, მიცვალებულს მიწას აღარ აყრიდნენ, ტოვებდნენ ესე მიდიოდნენ ეს მოხუცები.